უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კომფორტი. ეს კომფორტი ქართულმა ოცნებამ შეუქმნა ჩვენს ხალხს, როდესაც ჩვენივე შესრულებული ვალდებულებების ფონზე ევროკავშირმა მოგცა უვიზო მიმოსვლა და ჩვენ ეს დავიმსახურეთ, არავის ეს ტყუილა არ მოუწია. თუმცა კომფორტი, როდესაც წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში მოვა პატრიოტიზმთან, მეჭვიც არ მეპარება, რომ ქართული ხალხი აირჩევს პატრიოტიზმს, იმიტომ რომ ისტორიულადაც ქართული ხალხი ყოველთვის რჩებოდა და მომავალშიც დარჩება ამ ქვეყნის ერთგულ პატრიოტად. ვიზა ლიბერალიზაცია არის ქართული ხალხის მონაპოვარი და არა ოცნების. ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია. ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე. გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს კონკრეტულად მიმართული ქართული ოცნების, მაღალჩინო ოცნების საწინააღმდეგოდ. მათი ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური, სხვადასხვა სახით იზოლაციაში მოქცევის მიზნით და არა საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ამ ქვეყანაში გადარჩენისთვის, რომლებიც ამ ვიზა ლიბერალიზაციას იყენებენ უმეტესად სამწუხაროდ იძულებითი ემიგრაციისთვის, ან რაღაც სტუდენტური მიზნებისთვის. ამ ადამიანებს ეს არ უნდა შეეხოთ, ისინი იმსახურებენ, ჩვენ ვართ ევროპის სრულფასოვანი ნაწილი შინაგანად, საკუთარი არსით, საკუთარი იდენტობით, კულტურით, მაგრამ სამწუხაროდ ყავს დროებით არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს აშორებს ევროპას, მაგრამ სწორედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ ინდივიდუალურად ევროპის მიერ დასანქცირებულები და არა ჩვენ ყველანი ერთად.